გამარჯობა, მე ვარ პიზა. დღეს ეკონიუსი ესწრება თბილისის გასტროვიკის ფესტივალს, რომლის ფარგლებში საქართველოს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფები, ასევე კულინარიული ექსპერტები სტუმრობენ. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და აერთიანებს როგორც გაცნობიტი სახის სესიებს, ასევე დეგუსტაციებს. მოდით უფრო მეტი ამ ღონისძიების შესახებ თავად ორგანიზატორებისგან შევიტყოთ. შეიძლება მოგვიყევით, როგორ გაჩნდა თბილისის გასტროვიკის დაარსების იდეა საერთოდ, როგორ ვითარდება წლიდან წლამდე და წელს წლევანდელ პროგრამაზეც რომ მოგვიყვეთ მოწვეულ სტუმრებზე. გასტროკვირეულის იდეა გაჩნდა 5 წლის წინ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ სფეროში ვარ და 30 წელია სხვადასხვა მედია პროექტებთან დაკავშირებით ჩავმყავდა, იმიზნით რომ მომხდარიყო საქართველოს პოპულარიზაცია. გამიჩნდა იდეა, რომ სამზარეულო ქართული, რომელიც არის სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და არის ავთენტური და ყველა ჩამოსვლელი ვარსკვლავი თუ ჩვეულებრივი ადამიანი ვინ ჩამოდის იმახსოვრებს ქართულ სამზარეულოს გამეკეთებინა გასტროკვირეული სადაც ცნობილი მიშლენის შეფები ჩამოვიდოდნენ ექსპერტები ჟურნალისტები და ერთობლივი ვახშმები გაიმართებოდა ვორქშოპებთან ერთად რომლებიც ერთგვარად მისცემდა ბიძგს ქართულ გასტრონომიას განვითარებისთვის და მეორეს მხრივ გაიტანდა ქართულ გასტრონომიას საზღვრებს გარეთ და ჩვენ დღეს უკვე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ვინაიდან ნახავთ რომ ძალიან ცნობილი გამოცემები როგორც არის ამერიკული Forbes-ი, Vogue-ი, Harper Bazaar-ი, Esquire-ი უკვე წერს, ჯემი ოლივერი იყო ჩამოსული იქ მეორე სერიის გადაღებას აპირებს ვინაიდან დღეს ძალიან პოპულარული არის საქართველო და გახდა თვითონ ქვეყანა ძალიან პოპულარული იმისთვის რომ როგორც გასტრონომიის კუთხე, ისევე ჩვენი კულტურის გაცნობის კუთხით აქ ადამიანებმა იმოგზაურონ, ჩამოვიდნენ, გაეცნონ ჩვენ ავთენტურ კულტურას და გასტრონომიას. Georgia is a very interesting country for the wine, of course, because you have the most beautiful history of wine. Winery, something different to the other one. This is the DNA of the story of wine. And gastronomy, that's very interesting subject. You have traditional food, and this is amazing. And you begin to grow up the food to the gastronomy Michelin star level. So all time when I'm coming in Georgia, I realize the level grow up more and more and more and more. And you have something more. This is the welcome and the happiness of people from Georgia. So this is my very first time in Georgia and I couldn't wait to come. It was, my lives for years, so I'm so happy to finally attend the Tbilisi Gastro Week and to be here. And I always was very interested in Georgian food. I think 10 years ago, way before COVID, I had a very nice collaboration. We did a fantastic pop-up dinner in Budapest with Tekunaga Ceciladze. So at that day, I cooked, a lot of different Georgian. It's new, a little bit new style Georgian food, but I was amazed, by the variety. It's a very archaic food. It's a very old cuisine, but it resonates with all the trends, I think, which we are interested now. So sustainability, lots of vegetables, zero waste, lots of fermentation and preserving. So I think it's very trendy. So I can't wait to, explore it more. Thank you very much. თბილისი გასტროვიკმა უკვე ყოველწლიური სახე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის ღონისძიება ახალი პროგრამით და საერთაშორისო სტუმრებით დაგვიბრუნდება.